ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გვახარებს როგორც ამერიკელებს. ირანელებმა დათანხმდნენ, რომ IEA-ის ინსპექტორები კვლავ მიიწვიონ ქვეყანაში. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ამერიკელი ხალხისთვის და პირველი ნაბიჯი მუდმივი ბირთვული განიარაღებისკენ. ან კიდევ ირანში ბირთვული იარაღის პროგრამის მუდმივი დასრულება. და სწორედ ეს გვინდოდა გაგვეკეთებინა, სწორედ ეს თხოვეთ რომ მომხდარიყო. მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს მიღწეული სხვა ბირთვულ მოლაპარაკებებში და ეს მაძლევს საშუალებას ბოლო საკითხზე გადავიდე, რაც ტექნიკური მოლაპარაკებების პროცესის ორგანიზებაა, რომელიც ამას მოხვება. ირანმა დათანხმდა გზა გაეხსნა საერთაშორისო ბირთვული ინსპექტორებისთვის დაბრუნებისთვის. ასევე აიღო ვალდებულება, რომ ჰორმუზის სრუტეში გადაადგილება თავისუფალი დარჩება. და ტრამპის ადმინისტრაციამ უპასუხა 60 დღიანი დროებითი ლიცენზიით, რომელიც ავტორიზაციას აძლევს ირანული ნავთობის წარმოებას, მიწოდებასა და გაყიდვას. შვეიცარიაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ, სადაც ჯეიდ ვანსმა მოლაპარაკების ცენტრში ადგილი დაიკავა და განაცხადა, რომ რეალური პროგრესი მიღწეულია. შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის საბოლოო ხელშეკრულება, მაგრამ უკვე გავლენა მოახდინა ბაზარზე. მან ნავთობის ფასი $74 ქვემოთ დააგდო თითო ბარელზე და შექმნა რეალური შესაძლებლობა, რომ შემცირდეს ზეწოლა ახლო აღმოსავლეთში. ვაშინგტონმა დათანხმდა ეკონომიკური შეზღუდვების ნაწილის დროებით შემსუბუქებას, მაგრამ ეს ნაბიჯი დააკავშირა ვალდებულებებთან, რომლებიც ირანის რეჟიმის გულს ეხება. ბირთვული ინსპექცია, თავისუფალი გადაადგილება ჰორმუზის სრუტეში და ტექნიკური პროგრესი ფორმალური შეთანხმებისთვის. თეირანმა დაიმუქრა გამოსვლით, გააპროტესტა დონალდ ტრამპის საჯარო ზეწოლა, სცადა დაძაბულობის გაზრდა, მაგრამ მოლაპარაკების მაგიდასთან დარჩა ღამის პირველ საათზეც კი. სწორედ აქ გამოჩნდა ძალის დიპლომატია მთელი სიცხადით. რეჟიმი მოლაპარაკებებში შევიდა დროის გასაჭიანურებლად, მაგრამ საბოლოოდ იძულებული გახდა დაეთანხმოს მონიტორინგს, ნავთობის შეზღუდვას და პირდაპირ დიალოგს ამერიკელებთან. რას დათანხმდა ირანი რეალურად? რატომ გაათავისუფლა ტრამპმა ნავთობი მხოლოდ 60 დღით? როგორ შეიკავა ვანსმა მაგიდა, როცა თეირანმა ყველაფრის მიტოვებით დაიმუქრა? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი ტიპის კონტენტი მოგწონს, პირდაპირ და ზედმეტი საუბრის გარეშე გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ვაქვეყნებთ. მოლაპარაკებები ბურგენშტოკის კომპლექსში გაიმართა, ლუცერნის ტბასთან, შვეიცარიაში, სადაც უშუალოდ მონაწილეობდნენ ჯეიდი ვანსი, ამერიკელი წარმომადგენლები, ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები და შუამავლები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის შეჩერების მცდელობაში იყვნენ ჩართული. ტრამპის ადმინისტრაციამ 3 საკითხს გაუსვა ხაზი. ირანის ბირთვული პროგრამის ჩრდილში დაბრუნების აღკვეთა, ბრაზილია ჰორმუზის სრუტის გახსნა მსოფლიო ვაჭრობისთვის და იმის გამოცდა, დათანხმდება თუ არა თეირანი დაპირების ქმედებად გადაქცევას. ირანმა დართონება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებს, რომ შესულიყვნენ მის ტერიტორიაზე, რასაც ვაშინგტონმა მნიშვნელოვანი წინსვლა უწოდა. რადგან ბირთვული კონტროლი ყოველთვის იყო კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე სასაკითხი. საგანძურის ნებართვა შექმნილი იყო როგორც დროებითი შეღავათი და არა როგორც შეუზღუდავი უფლება. ბოლო დოკუმენტმა 60 დღით მისცა ნებართვა ირანული ნავთობის წარმოებას, მიწოდებასა და გაყიდვას შეთანხმებული ჩარჩოს ფარგლებში. ეს საშუალებას აძლევს ბაზარს იმუშაოს და შეამციროს ენერგეტიკაზე ზეწოლა, მაგრამ საათი მაინც თეირანის წინააღმდეგ მუშაობს. შეტყობინება მარტივია. თუ ირანი შეასრულებს ეპეირობებს, მოლაპარაკება გაგრძელდება. თუ სცადებს მოტყუებას, ნებართვა შეიძლება მხოლოდ მოკლე პაუზად იქცეს ახალ ზომებამდე. ტრამპმა ნავთობი არა ბრმანდობით, არამედ იმისთვის გაათავისუფლა, რომ თითოეული ბარელი რეჟიმის მორჩილების ტესტად აქციოს. ზეგავლენა სწრაფად გამოჩნდა. ნავთობის ფასი ბარელზე $64 ქვემოთ დაეცა. როდესაც ვაშინგტონი თეირანისგან თავისუფალი ტრანზიტის ვალდებულებას იღებს, ბაზარი ხვდება, რომ დაუყოვნებელი რისკი ნაკლებია. ჯეიდი ვანსიც გამოჩნდა როგორც წინსვლის ცენტრალური ფიგურა. მან განაცხადა, რომ ირანელებმა მუქარა გამოთქვეს. დატოვებდნენ მოლაპარაკებებს ტრამპის მკაცრი პასუხების შემდეგ სოციალურ ქსელებში, მაგრამ ისინი არ წასულან. ვენსის თქმით იყო პრეტენზიები, იყო ზეწოლა, მაგრამ ირანელი ტექნიკური გუნდი ბერგენშტოკში ამერიკელებთან ერთად მუშაობას აგრძელებდა. ეს ნაწილი აჩვენებს, როგორ მუშაობდა მოლაპარაკების მაგიდა. თეირანმა სცადა გამოსვლის მუქარა ზეწოლის ინსტრუმენტად გამოეყენებინა, მაგრამ თეთრმა სახმა ტონი არ შეარბილა. ჯარედ კუშნერი ეკონომიკური პაკეტის შემუშავებაში ჩაერთო წინადადებით, რომელიც ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამერიკის შიდა პოლიტიკურ არენაზე. ირანის გამბლოკილი რესურსების ნაწილი შეიძლება გამოყენებულ იქნას ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაძენად. ეს ნაბიჯი ამერიკელ ფერმერებს ეხმარება, ირანში ჰუმანიტარულ საჭიროებას აკმაყოფილებს და ამასთან ერთად ამცირებს რისკს, რომ ფული უკონტროლოდ მოხვდეს რეჟიმის მექანიზმში. ეს პრაქტიკული სვაა. ირანი იღებს საკვებს, ამერიკელი ფერმერი ხიდის პროდუქციას, ხოლო ვაშინგტონი აკონტროლებს რესურსების მოძრაობას.
ტრამპისთვის ეს დათმობა კონტროლის ინსტრუმენტად იქცევა. რეგიონულ ფრონტზეც მნიშვნელოვანი სიგნალი გაიცა. მოხდა შეთანხმება, რომელმაც შექმნა კონტროლის ცენტრი, კოორდინაცია, რომელიც ლიბანს ეხება, სადაც ისრაელი და ჰეზბოლა დაძაბულობის ზრდას განაგრძობდნენ. კვირას ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც 2 მარტის შემდეგ პირველად დაფიქსირდა, შეთანხმების პირველ გამოცდად შეფასდა. ზეწოლა ირანის რეჟიმზე იზრდება სწორედ იმიტომ, რომ ბირთვული ინსპექცია უმნიშვნელო დეტალი არ არის. ინსპექტორების დაბრუნების დაშვება ნიშნავს, რომ თეირანი თანხმდება უცხო თვალების დაშვებას იმ ობიექტებზე, რომელთა დაცვასაც ყოველთვის სუვერენიტეტის არგუმენტით ცდილობდა. დონალდ ტრამპის მთავრობამ ამას გამარჯვებად მიიჩნია, რადგან ირანი საიდუმლოების კომფორტული ზონიდან გამოიყვანს. როდესაც დიქტატურა რამდენიმე კვირიანი მუქარისა და ბლოკადის შემდეგ კონტროლს თანხმდება, ის აღიარებს, რომ ზეწოლამ შედეგი გამოიღო. ეს აძლევს პოლიტიკურ ძალას ბეზანტის განცხადებასა და ვენსის სიტყვებს. შეთანხმება ასევე აჩვენებს მეთოდის ცვლილებას ვაშინგტონში. ტრამპმა მხოლოდ სანქციებით ან მხოლოდ სიტყვებით არ იმოქმედა. მან დააკავშირა სამხედრო ზეწოლა, პირდაპირი მოლაპარაკება, ეკონომიკური წახალისება და მოკლევადა. ნავთობის ლიცენზია 60 დღით გრძელდება, რადგან თეთრი სახლის სწრაფ შედეგს ელოდება. სასოფლო სამეურნეო პროდუქტების შეძენა შეთანხმებაში შევიდა, რადგან ამ შეთანხმებამ კონკრეტული სარგებელი უნდა მოუტანოს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ბირთვული ინსპექცია შეთანხმებაშია, რადგან ტექნიკური კონტროლის გარეშე ნდობა არ არსებობს. ხორმუზის სრუტე შეთანხმებაში შევიდა, რადგან თავისუფალი გადაადგილების გარეშე მთელ მსოფლიოს უწევს საფასურის გადახდა. სანამ დიპლომატია აშშ-ს ფარგლებს გარეთ ვითარდებოდა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ლინკოლნის მემორიალის აუზთან ვანდალიზმისთვის მკაცრი სასჯელი მოითხოვა და ამერიკის დედაქალაქში კიდევ ერთი ფრონტი გახსნა. ხელისუფლებამ დაადასტურა დაკავებები და ციტირებები. პროკურორმა ჟანიმ პირომ პირობა დადო, რომ საქმეს აღძრავს მონაწილეთა წინააღმდეგ. დონალდ ტრამპმა გაახსენა, რომ ფედერალური მონუმენტების განადგურება ან განადგურების მცდელობა შეიძლება 10 წლამდე პატიმრობით დასრულდეს. ეს იყო წესრიგის გზავნილი. სანამ მთავრობა გარედან რეჟიმებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ის ასევე ფირდება, რომ იმოქმედებს ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე ქვეყნის შიგნით. ეს შიდა ფრონტი იმავე პოლიტიკურ ხასს მიჰყვება. დონალდ ტრამპი ცდილობს აჩვენოს, რომ ისტორიული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ვანდალიზმისთვის ადგილი არ არსებობს. უსაფრთხოების სფეროში პენტაგონის ხელმძღვანელობით პეტრ ჰექსეტის ქვეშ ოპერაცია ნარკოტრაფიკის ქსელების წინააღმდეგ ჰემისფეროში კვლავ გაგრძელდა. აშშ-ის სამხრეთის სარდლობამ განაცხადა ახალ თავდასხმაზე გემზე, რომელიც დაკავშირებულია ტერორისტულ ორგანიზაციებთან, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და გადარჩენილები გადაარჩინეს. თეთრი სახლი ამ კამპანიას წარმოადგენს როგორც პირდაპირ ბრძოლას ნარკოტერორისტებთან, რომლებიც საზღვაო მარშრუტებს იყენებენ დანაშაულის მოსამარაგებლად. ეს ქმედება აჩვენებს, რომ მიუხედავად ირანზე კონცენტრირებისა, ვაშინგტონმა არ შეაჩერა ზეწოლა კარტელებსა და დანაშაულებრივ ჯგუფებზე, რომლებიც ამერიკის ტერიტორიასთან ახლოს არიან. ახლო აღმოსავლეთში ის ზეწოლას ახდენს ირანზე, რომ მიიღოს ინსპექტორები, უზრუნველყოს თავისუფალი გადაადგილება ხორმუზში და დაიწყოს ოფიციალური მოლაპარაკებები. ბაზარზე ის მოკლევადით უშვებს ირანულ ნავთობს და ხედავს, როგორ იკლებს ბარელის ფასი. სოფლის მეურნეობაში ის იყენებს გამბლოკილ აქტივებს ამერიკული პროდუქციის შესაძენად. ვაშინგტონში ის მოითხოვს მკაცრ სასჯელს მონუმენტზე ვანდალიზმისთვის. ჰემისფეროში ის აგრძელებს სამხედრო მოქმედებებს ნარკოტერორისტების წინააღმდეგ. ვენსი გამოჩნდა და თქვა, რომ საფუძველი უკვე ჩაკრილია, მაგრამ სახლი ჯერ კიდევ ასაშენებელია. უბრალო ენით რომ ვთქვათ, შეთანხმება დაიწყო, მაგრამ ირანს ჯერ კიდევ უნდა დაუმტკიცოს, რომ უბრალოდ დროს არ იგებს. თეირანმა სცადა ზეწოლა თეატრად ექცია, მაგრამ მოლაპარაკების დატოვების მუქარა მაგიდა არ დაამხო. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალური ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე შეგინარჩუნო ინფორმირებულობა სიმართლით. სიახლეების ბულები ვიდეოს არწერაშია. დასვი ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.